ჩვენთან სტუმრის დროა კახი კალაძე, ვიცე-პრემიერი უპასუხებს ხრიანის შეკითხვებს. საღამოშიდობისა ბატონო კახი, მადლობა რომ იღებთ განაცემაში მონაწილეობას. მე კი გილოცავთ 2 წლის თავს თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის, თუმცა ასე არ მოგილოცავთ ევროპის საბჭომ, ეს საჩუქარი გაგიკეთათ, რომ ცოტა ხნის წინ დადებითად უყარეს კენჭი რეზოლუციას, რომელშიც არის ჩანაწერი და რჩება რომელიც ეხება ყოფილ მაღალ ჩინოსნებს, მაგალითად ბაჩუ ახალაიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის აფკვეთი ღონისძიების შესვლას, ანუ გათავისუფლების რეკომენდაცია არსებობს, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება. მოკლედ, საკმაოდ კრიტიკულია ხელისუფლების მისამართით ის ორგანიზაცია, რომლის წევრობაც საქართველოს ასე ამაყება ევროპის საბჭო. რა პასუხი გაქვთ? რაც შეეხება იმ რეზოლუციას, რომელიც იქნა ევროსაბჭოს მიერ დღეს მიღებული, მე ვფიქრობ, რომ რაღაც მოულოდნელი აქ არაფერი არ იყო, რადგან დღეს ეს განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ევროსაბჭოდან კონკრეტული პიროვნებების მიერ, ეს არის ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც არიან სახალხო პარტიის, ევროპული სახალხო პარტიის IPP-ის წარმომადგენლები და იცით თქვენ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ამ ევროპული სახალხო პარტიის წევრი. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ანალოგიური მესიჯები, რასაც ვისმენთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საქართველოში, მაგრამ მე მინდა მოუწოდო ყველა იმ ადამიანს, იმ პიროვნებებს, ვინც დღეს ამ განცხადებებს აკეთებდა, რომ ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა იმისთვის, რომ გამჭვირვალე იყოს ყველა ეს პროცესი, ვიწევთ ყველა იმ პიროვნებას, ვინც დაინტერესებულია კონკრეტულად ამ საქმეებით და შეუძლიათ თვითონ დააკვირდნენ თუ როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესები, სასამართლო პროცესები და თუ რაიმე კონკრეტული შენიშვნა იქნება, ჩვენ მზად ვიქნებით გავითვალისწინოთ ყველა ეს შენიშვნა. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმისთვის, რომ პროცესები იყოს გამჭვირვალე, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერ იმ ადამიანს, ვისაც რაიმე კითხვის ნიშნები გააჩნია და ისინი თვლიან, რომ ეს არის პოლიტიკურად აჟიტირებული თემა და მიზანმიმართულად ხდება ამ პიროვნებების გასამართლება, მათ შეუძლიათ ჩამობრძანდნენ და დეტალურად შეისწავლონ არსებული პროცესები და მე დარწმუნებული ვარ, მათ არანაირი კითხვის ნიშნები არ აქვს. ეს შეთავაზება მათ არაერთხელ მიიღეს, თქვენ პირველად არ ამბობთ ამას, თუმცა როგორც ჩანს ეს შენიშვნები ძალაში რჩება. მეგობრების წრე აქვს გარკვეული საქართველოს ხელისუფლებას, აქვს გარკვეული. დასავლეთი, რომლისკენაც საქართველოს ისწრაფის, შედგება ბევრი ქვეყნისგან, ბუნებრივია, თუმცა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ასევე არაერთი საყუდური მოისმინა თქვენმა ხელისუფლებამ სწორედ იგივე თემაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისევე სენატისგან, სენატორებისგან და ასე შემდეგ. ვინ არის საქართველოს ხელისუფლების მეგობარი დღეს? რაც შეეხება ჩვენს მიდგომებს და იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია, ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, მოვახერხოთ და გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი რეფორმები არის გასატარებელი და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით და ყველა ამ რეფორმას ვახორციელებთ ჩვენს ქვეყანაში. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონი, იმის მიუხედავად თუ როგორი უკმაყოფილება იყო მოსახლეობაში, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და ასე რომ ვთქვათ, მიიღო ეს კანონი და მიიღო მაშინ, როდესაც ჩვენ მქონდა ადგილობრივი არჩევნები. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის გზა, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის მიერ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასე რომ ვთქვათ, რაც შეიძლება მალე საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ქვია. ბატონო კახი, ჩვენ დღეს არ მივაკითხეთ თქვენს ოპონენტებს, ვინაიდან ბუნებრივია მათ მეტი საყუდური აქვთ, ვიდრე დადებითი სათქმელი თქვენი მისამართით. მივაკითხეთ მოქალაქეებს, რომლებსაც თქვენც მიაკითხავთ, ეს ჩვენ აღვნიშნეთ კიდეც გადაცემის დასაწყისში 2 წელიწადში ხმებისთვის. რას ამბობენ ისინი? ახლა მე ჩავინიშნე და სხვა შორის ბევრი იმუშავეს ჩვენმა კორესპონდენტებმა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ტენდენცია გამოიკვეთა. მადლობას გეუბნებიან ბიზნესის გათავისუფლებისთვის, ჭირი მოგვაშორეთო, ასეც გეუბნებიან.
ვაცალოთო კეთილის მსურველები ამასაც გვირჩევენ. ძალიან გიქებენ ჯანდაცვის რეფორმას, ყურძნის ჩაბარებაში მაყოფილია კახელების ძალიან დიდი ნაწილი. უფასო სახელმძღვანელოებით ახსენეს, თუმცა არის აგერ ორად მაქვს გაყოფილი ჩემი ფურცელი. აქეთ მხარეს მოხდა სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც ჯერ შეუსრულებელ დაპირებად ასახელებს თქვენი ამომრჩეველი. ხალხს ქონება არ დაუბრუნდა, ეს იყო ხაზგასმული, სამუშაო ადგილების შემცირდა, გადასახადები კომუნალური არ შემცირდა, პენსიები არ გაიზარდა, სწავლა არ არის უფასო. ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ამ საყდურებს და ამ ქებას ჰქონდა ტენდენციის სახე. ის 2 წელი, რომელიც დაგჭათ, საკმარისია აი ამ მეორე ნაწილის შესასრულებლად. ნინო, აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ 2 წლის განმავლობაში ძალიან რთული იყო, ასე რომ ვთქვათ, ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ქვეყანაში იყო და აწუხებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ჩვენ 2 წელი გავიდა, რაც ხელისუფლებაში მოვედით და მე მართლაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც თანამონაწილე იყო იმ პროცესებისა და მე დარწმუნებული ვარ საქართველოს უახლოეს ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი ჩაიწერება ოქროს ასოებით, რადგან ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილთან ერთად და ადამიანთან ერთად, რომელმაც ფაქტიურად შეძლოდა მთელი საქართველო გააერთიანა. ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კოალიციაში არის გაწევრიანებული, გააერთიანა და ეს ადამიანი გახდათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ფაქტიურად გავაკეთეთ იმის მიუხედავად თუ როგორი ძალადობა მიმდინარეობდა ჩვენზე, ჩვენი ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, როგორი შანტაჟი მიდიოდა, მოვახერხეთ და გავაკეთეთ ის, რომ შვიდობიანი გზით, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო ქვეყანაში და ჩვენ მე არ მინდა ახლა დავიწყო იმაზე საუბარი, თუ რა ხდებოდა ამ წლის განმავლობაში, ხალხს აინტერესებს მომავალი. დიახ, ხალხს აინტერესებს მომავალი, თუ რა კეთდება ქვეყანაში, რა გაკეთდა ამ 2 წლის განმავლობაში და თქვენ ბრძანეთ ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება და მე დღეს ნამდვილად ამაყივა, რომ ჩვენი ქვეყნის თითეული მოქალაქე არის დაზღვეული. განათლების მიმართულებით ის, რომ დღეს, როდესაც ჩვენი პატარები სკოლაში მიდიან, მათ სახელმძღვანელოები მერხებზე ხვდებათ და მშობლებს არ უწევთ 300-400 ლარის გადახდა ყოველწლიურად წიგნების შესაძენად. მე ნამდვილად ამაყივარ იმით, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით იმდენი მიწა დამუშავდა, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნამდვილად რეკორდული და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ სოფლის მეურნეობაში გლეხი გაძლიერდეს, სოფელი გაძლიერდეს, რადგან სოფლების სიძლიერე უკვე რაიონების სიძლიერეა, რაიონების სიძლიერე ქალაქების სიძლიერეა. მოდით ასე დავსვათ საკითხი, უკაცრავად ბატონო კახი, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. რა არის დაპირებების ის ნაწილი, რომელსაც უკვე იცით, რომ ვერ შეასრულებთ, რომლის დაპირების დროსაც გადააჭარბეთ? მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რასაც თქვენ საუბრობდით, პენსია თითქოს არ მოუმატებია ხელისუფლებას, როდესაც ჩვენ მოვედით, ეს ასე არ არის, პენსია 150 ლარამდე გაიზარდა, თუმცა მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან კარგად მესმის ის, რომ ეს არ არის საკმარისი და ადამიანს, რა თქმა უნდა, პენსიონერს გაუჭირდება, რომ 150 ლარით თვიდან თვემდე იცხოვროს, მაგრამ ჩვენ ამაზე მუშაობთ, მთავრობა ამაზე მუშაობს და დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში პენსიის ზრდა აუცილებლად იქნება და ეს ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის თუ როგორ და რა ფორმით განხორციელდება ეს რეფორმა. გასაგებია ფინალში მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო თქვენივე გუნდის მისამართით ძალოვანთა ნაწილი და ასევე ეკონომიკური გუნდი, რომლის წარმომადგენელიც თქვენ ხართ. აი ყავთ მინისტრები მაგალითად გუნდში, ჩვენ თვალით არ გვინახავს, ასე რომ ვთქვათ, მთავარი პროკურორი, რომლისგანაც არ ვიცით კონკრეტული თემები, რასაკეთებს, არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან და ამას მიიჩნევენ ძალიან ხშირად კომუნიკაციის პრობლემას თქვენი ხელისუფლების პრობლემად. ან ყავთ ისეთი მინისტრები, რომლებიც ხმას კი იღებენ ზოგჯერ, მაგრამ ხშირად ეს თქვენი პრობლემა ხდება და თქვენს კომენტარებზე ეტყობა ხოლმე, რომ გირჩევნიათ, რომ ზოგმა მინისტრმა ხმას საერთოდ არ ამოიღოს. ასევე ეკონომიკური გუნდი 8 თვის ბიუჯეტის შესრულების პრობლემა, ტენდერების გამოუცხადებლობა ბევრ სექტორში, თანხა უბრალოდ არ იხარჯება, ასევე ინვესტიციებში ჩამორჩენა მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოსული. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ გუნდის შემადგენლობას? სად აქვს სისუსტეები სამთავრობო გუნდს?
ნინო, ჩემი მხრიდან ცოტა უხერხული იქნებოდა საკუთარი გუნდის შეფასება, მე ვფიქრობ ეს საზოგადოებამ, თქვენ ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც კარგად ერკვევიან თუ რა ხდება, რა რეფორმები მიმდინარეობს ქვეყანაში, თუმცა მე მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში მართლა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სირთულეებიც იყო, ეს სირთულეები შეიძლება ობიექტური, სუბიექტურიც ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ მუშაობთ დღე-დაღამე იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ თავი იგრძნოს ნორმალურად, მათ იცხოვრონ ნორმალურ, განვითარებულ, დემოკრატიულ და რაც თავარია ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამას გარკვეული დრო, რა თქმა უნდა, ჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა იქნა განხორციელებული ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პრობლემები უამრავია, ძალიან ბევრია და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ და არ ვერიდებით, რადგან გვესმის ადგილობრივი მოსახლეობის და ჩვენი ხელისუფლების, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მინუსი, ასე რომ ვთქვათ, და ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად უნდა ვითანამშრომლოთ მაგალითად მედიასთან, რადგან ის გაკეთებული საქმეები, რომელიც ამ 2 წლის განმავლობაში ხდება, ეხლა მე მქონდა შეხება წინასაარჩევნო პროცესის დროს ძალიან ბევრ რეგიონში, რაიონებში, სოფლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ნამდვილად არ იცოდნენ მაგალითად ის, რომ ისინი დაზღვეულები იყვნენ და ავადმყოფობის შემთხვევაში ეს მომსახურება იქნებოდა უფასო. ამიტომ მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ სამუშაო. რა თქმა უნდა, რომ კომუნიკაცია გავაუმჯობესოთ და მე მოუწოდებ ყველა მინისტრს, რომ რაც შეიძლება გამჭირვალედ ვიმუშაოთ და უფრო მეტი თანამშრომლობა გქონდეს მედიასთან. გასაგებია. მადლობა კახი კალაძეს, ვიცე-პრემიერს, რომელიც პასუხობდა ცხრიანის შეკითხვებს.